მოგესალმებით, მეგობრებო, რა არის ტოქსიკური სიყვარული, რა არის უიღბლო სიყვარული, მაგალითად, რა არის დრამატული ურთიერთობები, ან პირადი სვერაწყობა, მაგალითად, მე ცოტა ასტროლოგ-ფსიქოლოგიურად შემოგთავაზებთ, როგორც კარმული ასტროლოგიით, ისე ფსიქოლოგიურად და გაგაცნობთ ზოგადად რა ხდება ხოლმე, როცა რთულ ურთიერთობებში შევდივართ. ძალიან ხშირად არის დაკარგული ურთიერთობები, შეწყვეტილი ურთიერთობები, ან ურთიერთობები, სადაც ორივე მხარისთვის რაღაც სირთულეები არ იყო სერიოზული და თანამედროვე ასტროლოგია ამ ყველაფერს როგორ უყურებს, ეს სისტემაც მინდა გაჩვენოთ. მოგიყვეთ, აგიხსნათ უფრო სწორად, რომ როდესაც ჩვენ მაგალითად ფსიქოთერაპიაზე მივდივართ, სიტყვაზე თუ მივდივართ, ან ვცდილობთ სადღაც გავერკვეთ მაგალითად, რომ რატო ვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში, ან საერთოდ რატო არავინ არ მყავს მაგალითად, ხო? და ზოგადად ეს პირადი ურთიერთობა დღევანდელობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არის, ყველაზე მოთხოვნადი არის, ესე რომ ვთქვათ, რომ გაირკვეს რა ხდება აქ. და ასტროლოგია უფრო სიღრმისეულად უყურებს ამას, ვიდრე ფსიქოლოგიური მხარე, მაგალითად ფსიქოლოგიაში შეგვიძლია ძალიან ბევრი კუთხით ავხსნათ პირადი ურთიერთობის პრობლემები, მშობლების ტრავმები, მაგალითად ბავშვობის მიჯაჭვულობები, ფროიდისეული თეორიები, მაგალითად, ხო? აქ სხვადასხვა პრობლემები, თავარი რამე იცით, გითხრათ, რომ მარტო არ არის აქ ფსიქოლოგიური ფაქტორები. ასტროფსიქოლოგიაში რო წავიდეთ, ხო? როდესაც შევდივართ პირად ურთიერთობებში, მე გაგიხსნით კარმული ურთიერთობა როგორ ხსნის ამას და ოჯახური ველი, წინაპრების ველი ამას როგორ ხსნის, ხო? რომელიც ჩვენ პატერნებში არის გადმოსული სადღაც და გაცილებით სიღრმისეულ დანახვას საჭიროებს, ვიდრე მაგალითად შეიძლება უბრალოდ ფსიქოლოგიით წავიდეთ აქ, ხო? ესე იგი, პირველი რა არის ყველაზე საინტერესო? ჩვენ გვაქვს ასტროლოგიაში როგორც პირადი სურვილებით, რა გვინდა პარტნიორისგან, ისე კარმულ დაფარულ ასპექტებში, თავის სატურნით, თავის სხვადასხვა მძიმე კომბინაციებით, რომელიც უკვე რაღაცნაირად კარმის გამოძახილი არის, ხო? კარმული ასტროლოგია ეძახის ეს წინა ცხოვრებების სცენარი არის, ფსიქოლოგიური ასტროლოგია ეძახის ეს ოჯახის გვარში, შვიდ თაობაში დაგროვილი, მოდი ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური მოდელები, ნარატივები, რომელიც გადადის ესე თაობიდან თაობაზე და ქმნის ოჯახურ ველს, ხო? ოჯახურ კარმას რო ვეძახით და ოჯახურ ესე ზოგი წყევლას ეძახის მაგალითად, რომ აი ოჯახიდან მომყვება რაღაც დაწყევლილი ვარ და რაღაც. ანუ ეზოთერიკაში გადავდივართ აქ, ცოტა მაგიაშიც გადადიან ხოლმე ზოგჯერ. სინამდვილეში რა არის აქ ასტროლოგიაში, რა შეგვიძლია ძალიან კარგად ვნახოთ. პირველი ფსიქოლოგიურ დონეზე ჩვენთან ვენერა, მარსი, მაგალითად, მთვარე, მზე, ხო? ეს არის ჩემი პირადი პლანეტები, ჩემი პირადი სურვილები, რა მინდა მე პარტნიორისგან. აღარ ნახეთ ახლა რა ხდება აქ ძალიან საინტერესო. როგორც წესი, ეს პირადი პლანეტები თავიდან მეშვიდე სახლი, მაგალითად, რომელიც პირად ცხოვრებას გვაჩვენებს, აქ ეს პირადი პლანეტები, რომელიც პირად ცხოვრებასთან ძალიან ჩართული არის, ხშირად არის თავდაპირველად გაუცნობიერებელი. თავდაპირველად არის აი, როგორც იცით, რომ ბოლომდე რო ვირწვდები რა მინდა, ანუ სადღაც დავიჭირე რაღაც მოდელი მაგალითად, ხო, სადღაც მომეჩვენა, ან სადღაც გარემო მაქვს ახლა ის პერიოდი მაქვს, მანდ უკვე ტრანზიტულ ასტროლოგიაში გადავდივართ, რომ აი ახლა ამ ფონში, რა ფონში არის ადამიანი მაგალითად, ხო, როგორი მანდ უკვე დირექციებში გადავდივართ, პროგრესიებში გადავდივართ, რა არის ეს პროგნოზირების საშუალება, ხო? აი ახლა მაგალითად აი ეს ადამიანური ენაზე რო აგიხსნათ, აი ახლა მე მაგალითად რა ფონში ვარ? რა, მოდი ესე ვთქვათ, პლანეტარულ ფონში ვარ, ხო, სადღაც. ანუ ახლა ჩვენზე ზემოქმედებს ის გარემო, რომელიც ჩემ რუკაზე რო დავადო კიდევ, ხო, სხვადასხვა ტრანზიტული რუკები, მაჩვენებს დაბადების მომენტიდან მოყოლებული მე როგორ ვითარდები. ამიტომ რა ველში ვარ, რა ოჯახურ გარემოში ვარ, როგორი ტრავმული რთული პერიოდი მაქვს თუ არა მაქვს რთული პერიოდი, ხო, ოჯახში რა პატერნები იყო, რა სიტუაცია იყო, იმის მიხედვით ვირჩევ პარტნიორს. როგორც წესი, ეს არჩევანი არის ხოლმე დაუფიქრებელი, მოდი ესე ვთქვათ, ან ტრავმული, ან უკვე კარმული შემოდის სადღაც, ხო, კარმული დაბლოკვა და კარმული შინაგანი დესტრუქციული ურთიერთობა მაგალითად, წინა ცხოვრებებს ვეძახით ამ კუთხით, რომელიც ძალიან კარგად ახდენს ძალიან ცუდად, მოდი ესე ვთქვათ, უფრო პირად ცხოვრებაზე ზემოქმედებას.
ახლა საინტერესო რა არის? სინამდვილეში ეს ცუდი კი არ არის, ახლა კარმული კუთხით რა გავიგოთ, ხო? თუ ვართ ტოქსიკურ ურთიერთობაში, ჩვენ ხო სადღაც თამაშობთ პოლარობებს ყოველთვის. სადღაც არის სცენარი, რომელიც კარმული ასტროლოგიით რო წავიდეთ, ხო, წინა ცხოვრებაში იყო დახურული, რაღაცნაირად დაბლოკილი ენერგია, რომელიც ახლა ამ ცხოვრებაში ამ პარტნიორის მეშვეობით უნდა გავხსნათ. ანუ როცა ფსიქოლოგია ამბობს, რომ უბრალოდ ტოქსიკური გარემო არის და წამოდი, ყველაზე კარგი არის კარმული კუთხით, რომ კი დავაკონსერვოთ ეს ურთიერთობა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რისთვის არის ეს ყველაფერი, ხო? როგორც წესი, მანდ შემოყვავს სინასტრია. სინასტრია არის ორი ადამიანის რუკის ანალიზი და მე ერთმანეთთან სინასტრიული რუკის ანალიზი. და ეს არის ფაქტიურად, მოდი ესე ვთქვათ, ცოტა, ახლა ჩემთან მოდიან ხოლმე პირადი რუკაზე, რომ ნახონ, ამ პარტნიორს რა მოთხოვნები აქვს შინაგანი და მე რა მოთხოვნები მაქვს, რა უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთთან, რომ სადღაც შევძლოთ, დავძლიოთ, იმიტომ რომ იმ ადამიანსაც რაღაც კარმული აქვს, მეც კარმული. ჩვენ შეგვიძლია ამ ურთიერთობით დავეხმაროთ ერთმანეთს და ეს სადღაც ის პოლარობები დავაბალანსოთ, შეგვიძლია პირიქით აი სადღაც კარმული მძიმე ჯაჭვი შევქმნათ, ხო? ანუ თუ ჩვენ შორდებით პარტნიორს, რომელთანაც წყენები გვაქვს, ბრაზი გვაქვს, გაურკვევლობა გვაქვს, აქ კარმული ჯაჭვი იკვრება. ესე იგი ნიშნავს, რომ გაკვეთილი ვერ გავიგე. კარმული ასტროლოგია ამას იწევს. ესე იგი, ყველაზე საინტერესო ჩემთვის პირად ურთიერთობებში ეს არის სინასტრიული კომბინაციის გაგება, ჯერ ინდივიდუალური რუკების გარჩევა, რომ მე რა მოთხოვნები მაქვს, ჩემი ვენერა, ჩემი მარსი, რა ასპექტები აქვს ამ პლანეტას, რა ეცეთ რას ნიშნავს რუკაში, რომ მე ჩემი მოთხოვნები მაქვს და ნეგატიური ასპექტები ნიშნავს, რომ ამას ვერ ვაღწევ, ამ მოთხოვნებში ვერ შევდივარ. რატო ვერ შევდივარ? აქ უკვე მთელი რუკის ანალიზი ვიწყებთ, ხო? რა კარმული ბლოკები არის, რა მოდელები არის. სად არის დედის მოდელი, სად არის მამის მოდელი, ანუ სულ ასტროფსიქოლოგიაში შევდივართ, ხო? და უკან ჩუმად დაფარულად რა კარმული ენერგეტიკული, აი რომ ახსენე სხვა ვიდეოებში ეს აურას ენერგეტიკული ველი იქ რა შეიძლება იყოს ბლოკები გაჭედილი, ხო, ეს წინა ცხოვრებებში დაუმუშავებელი პროგრამები, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ასევე ჩვენი წინაპრების დაუმუშავებელი ემოციები არის, რომელიც არ ჩანს, ვერ ვაცნობიერებ, ის საერთოდ არაცნობიერში არის გადასული, არა წინარაცნობიერში, არამედ საერთოდ არაცნობიერში და ეს ახსენს უკვე ზემოქმედებას და ქმნის ჯაჭვს, რომ მე უნდა მივიზიდო როგორც პროგრამამ კონკრეტული პარტნიორები, თუმცა ისიც მინახავს რუკაში, რომ ადამიანს აქვს რუკაში ისეთი კარმული წინა ცხოვრების, ესე ვიწახდით, მძიმე კარმა მოტანილი, რომ შეიძლება ნახოს ადამიანები და თვითდებოში თვითონ გააკეთოს, მაგალითად, ცოტა უფრო კაცებს ახასიათებთ, ეს სხვათა შორის უფრო კაცები ქმნიან ხოლმე, ჩემი გამოცდილებით ყოველთვის ესე არ არის, ქალების ისტერიულ ქალებს რო ვიწახით ხოლმე, ოღონდ კაცურ როლში რო ყავთ, ხო ეს ნეგატიური კარმა გადმოტანილი. კაცური ენერგეტიკა რას ნიშნავს, ხო? ეს აგრესია მეტი არის, იმპულსი მეტი არის. ქალის შემთხვევაში ის მეორე პოლარობა არის, მე სადღაც უფრო მსხვერპლის როლში ვარ, პასიურ როლში ვარ, მე ვებღაუჭები რაღაცას, ხო, სიტყვაზე, ეს უფრო ქალური არქეტიპული ენერგეტიკული ველი არის, ესე რომ ამიტომ ძალიან საინტერესო არის ასტროლოგიაში, რომ ჩაუღმავდებით, ხო, იმხელა პასუხებს ხედავთ, იმდენად მნიშვნელოვან პასუხებს ხედავთ, ხოლმე პირად ურთიერთობაში, რატო შევდივართ ტოქსიკურ ველში, ესე რომ ვთქვათ. რატო ვირჩევთ იმ პარტნიორს, რომელიც ჩემი საერთოდ არ არის, ხო? აქ მე შემოდის აი ფსიქოლოგია ძალიან სწორად ხედავს ახლა აი კარმული ასტროლოგიიდანაც რომ დავინახოთ, მე ვადარებ ხოლმე სულ ერთმანეთს, ფსიქოლოგია რას იცახის, მე ასტროლოგია რას იცახის, რომელიც 40 საუკუნე ამას იცახის სიტყვაზე და სად არის გადაკვეთები უკვე სერიოზულად, იმიტომ რომ ფსიქოლოგიას თავის ინსტრუმენტები აქვს, ასევე როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. კარმულ ასტროლოგიას აქვს ისეთი დაფარული მინიშნებები, რომელიც აი იხსნება ჯაჭვი, ხო? აი წარმოიდგინეთ კარმა სადღაც აი ესე აბურდული და ასტროლოგიის დახმარებით აი ვშლით, ხსნით აი ამ რაღაც ისეთ დაბურდულ ესე ძაბს, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ნუ არ იშლებოდა ხო საერთოდ, ხო? აი ესეთი დახმარება შეუძლია ასტროლოგიას გაგვიკეთოს პრაქტიკული თვალსაზრისითაც და თუნდაც ახლა ჩემთან რომ მოდიან და პარტნიორის რუკასაც რო ნახულობ, იქ ჩანს იმ ადამიანის სამყარო მთლიანობაში როგორი არის, თავისი პირადი პლანეტებით, თავისი კარმული პლანეტებით, თავისი გენეტიკური გზავნილებით, იქ მეოთხე მეათე სახლები ყავს ჩვენ, ხო? რომელიც განსაზღვრავს გენეტიკიდან რა
პროგრამები მოსდის, ადამიანს მამის ხაზიდან რა პროგრამები მოსდის. ასევე მე ჩემი თუნდაც მეათესახლის შემიძლია ვნახო ჩემი მეუღლის, დედის ენერგეტიკული ველი და მისი ოჯახის გენეტიკური ენერგეტიკული ველი, ხო ეს მეათესახლის ენერგეტიკა არის. და იქ იმდენი რაღაც ჩანს, იკინძება მთლიანად ეს სისტემა და მე ვხვდები უკვე განა ის, რომ ვინმე მე დედიკოს მოდელს ვიმეორებ და მამის როლში გადავდივარ, ან ჩემი ბიძის როლს ვიმეორებ, ანუ ფსიქოლოგია ხო ცოტა ანუ ეხლა ფსიქოანალიზი კიდევ უფრო არაცნობიერში ჩადის და უფრო ღრმად ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ასტროლოგიას აი იმ არაცნობიერში შეუძლია ამოიტანოს რაღაცები, ხა არის რაღაცები რუკაში, რომელიც მე ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იქ, რომ შეგრძნებებში, ანუ ინფორმაციული ველიდან, გონებიდან გადამიყვანა შეგრძნებების ველში, ხო? იქ ჰიპნოთერაპია დამჭირდა, მაგალითად, იქ არაცნობიერის კვლევა დამჭირდა, რომ ის რაც ასტროლოგიაში ეწერა ერთ დაახლოებით მე რომ ნახეთ 15 წლის წინ და 20 წლის წინ სიტყვაზე, ხო? ის ყველაფერი ძალიან ბევრი წლის შემდეგ უკვე შევიგრძენი და გავიარე სადღაც, ხო? ეს იმდენად ღრმა სტრუქტურები არის, რომ ამას ესე მარტივად ვერ დავინახავთ. მაგრამ ასტროლოგიაში ზუსტად ეს ჩანს, რომ ვიწყებ ურთიერთობას, უკვე მე ჯერ იმ რაველში ვარ. იმიტომ რომ შეიძლება 10 წლის შემდეგ რომ შევხვდე ვიღაცას, იქ უკვე სულ სხვა დირექციული რუკა მაქვს. იქ ჩემი მზემ შეიცვალა მაგალითად უკვე ენერგია, ხო, იქ დირექციებში ცოტა სხვა სისტემა არის, ანუ ჩვენი ყველა პლანეტა დროთა განმავლობაში მოძრავია, იცვლის ენერგიებს, ხო, ჩვენი ასცენდენტი პირველი სახით, ჩვენ დესცენდენტი იცვლის, ადრე თუ სხვა ტიპები მომწონდა, ეხლა საერთოდ სხვა ტიპები მომწონს, ეს მოძრავ ასტროლოგიაში ჩანს, ხო, კიდე ცალკე არის დირექციული ასტროლოგია, პროგნოზირებადი ასტროლოგია. სადაც აქ ჩანს ჩვენი გემოვნების ცვლილება, ჩვენი გარემოს ცვლილება, მაგალითად იქ რომ 11 სახლის შემეცვალა თავისი მართველით, ჩემი გარემოცვა შეიცვალა, ხო? და ეს ფაზა რომელ წელს მექნება, მე ამას უკვე ვხედავ. შესაბამისად, ის რომ 10 წლის წინ რაღაცაში ვიყავი, ამ წელს საერთოდ სხვაგან იქნება, იმიტომ რომ საერთოდ შემეცვალა იქ, ფსიქოლოგია ეტყოდა, რომ გემოვნება შეიცვალა, გამოცდილება მიიღე, კი, ესეც არის, მაგრამ ეს გამოცდილება და ეს ცვლილება ზუსტად აი დინამიკაში ჩანს ასტროლოგიაში, როგორ შეიძლება ეს განვითარდეს. ამიტომ ხშირად არის ის მომენტებიც, როდესაც აი იყვნენ ერთად და ამოიწურა ეს ურთიერთობა, გავიდა ბევრი წელი და ამოიწურა, ხო? და რატო ამოიწურა? იმიტომ რომ აქ სადღაც გაიყო გზები, ეს ადამიანური ფსიქოლოგიური ენით. დირექციებში ჩანს, რომ უბრალოდ შეეცვალათ ორივეს მე-7 სახლის მმართველი, პირველი სახლის მმართველი, შეეცვალათ მე-5 სახლის მმართველი, ხო, სიტყვაზე იუპიტერმა შეიცვალა იქ მდგომარეობა, თუ არა შეიცვალა, ძალიან ბევრი რაღაც ხდება ისეთი, რომელიც უკვე განსაზღვრავს ზუსტად რა ხდება ამ ურთიერთობაში. შესაბამისად, შეიძლება აღარ ვეჭიდებოდეთ, შეიძლება პირიქით ვეჭიდებოდეთ, რომ ეს რაღაცა დროებითი არის, ურანი არის ჩართული და ამას თუ გადავიღვლით მე სხვანაირად ლაგდება მაგალითად ეს ურთიერთობები, ესეც ჩანს ასტროლოგიაში, ანუ ხო გეუბნებით, აი ფსიქოლოგიურად თუ ცოტა ბრმად მივდივართ, ახლა ყოფილა ჩემთან ფსიქოთერაპიულ ურთიერთობაში, ფსიქოლოგთან ურთიერთობაში, როდესაც რასაც მეუბნებოდნა ხოლმე, თუნდაც ჩემ პირადის მიმართ დამოკიდებულებას, აი ჩემ შეგრძნებებში ხედავდი, რომ თვად ისინი ვერ ხედავდნენ, მე რას ვეუბნებოდი, ესე რა თქვა. და აი ძალიან იცით როგორ გამოდიოდა, რომ ახლა მე რო რაღაცა მაწუხებს და რო უთხრა ექიმს, რომ აი ეს მაწუხებს და ის გამორიცხვის მეთოდით რომ მეუბნება სავარაუდოდ ეს უნდა იყოს, სავარაუდოდ ის უნდა იყოს და შეიძლება არც ერთი არ იყოს, ხო, სულ სხვაგან იყოს საქმე. ამიტომ ასტროლოგიაში ზუსტ დიაგნოზს ხედავთ, ეხლა რა ველში არის ადამიანი, რა სიტუაციაში არის, რა კარმა მოყვება და ეს კარმული ასპექტები ყველაზე მთავარი არის პირად ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს კარმული ასპექტები ნიშნავს, რომ ენერგია არის აი მთლიანად ენერგეტიკულ ველში ჩვენში დევს ეს ენერგია და ითხოვს გამოსვლას, ხო, სადღაც ითხოვს დამუშავებას, გეშტალტის დასრულებას ითხოვს, მაგალითად, ხო? და აქ მნიშვნელოვანი არის მივიზიდოთ ეს პარტნიორი, რომ სადღაც ვიცხოვროთ ეს ენერგია და გაუშვათ ეს ენერგია, ხო? და ზოგჯერ არის ესეთი რამ, რომ აი ხედავ ადამიანს აქვს პირადში პრობლემები და ნუ ის აქედან შეიძლება ვერც გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს უნდა დახუროს ეს კარმა, ხო? და არ არის მზად სიტყვაზე ახლა ეს ადამიანი რომ გააცნობიროს, ესე იგი, დრო ჭირდება მას, რომ ამ ენერგიაში იყოს დიდხანს, რომ მიხვდეს, რომ ეს არ ჭირდება.
აი აქ გავდივართ ხოლმე, ხო, ხშირად და ეს უკვე ძალიან ისეთი ღრმა ფსიქოლოგიის, ასტროფსიქოლოგიის თემა არის ხოლმე, მე გავდივართ ხოლმე აქ თერაპია, უკვე ასტროთერაპიას გავდივართ ფაქტიურად, იმიტომ რომ იქ ჩვენ გვიჩანს რუკაში რა ტენდენციები არის, რა კარმული პროგრამები აქვს აქ ადამიანს და ამ პროგრამებიდან გავდივართ იქ ოჯახურ ველზე, რა თქმა უნდა, იქ დასწავლულ ქცევებზე, ანუ მთლიანად, აი როგორ აგიხსნათ, იცით, აი ფაზლი, წარმოიდგინეთ, სუარეული და ასტროლოგიურად რო ჩაუჯდებით და ბოლომდე იკინწება და მთელი სურათი ჩდება. როცა ვხედავთ მთელ სურათს, უკვე აქედან ძალიან მარტივი არის ვიცოდეთ, სად გავიდეთ, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები მაგალითად და საერთოდ სადავართ, ხო, მთლიან სურათს უყურებთ უკვე. და მე ხა ჩემი პირად პრაქტიკით ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებზეც, აი, უბრალოდ ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებზე, მაინც ზედაპირს ვეხებოდით ხოლმე, არ იყო ის ისეთი სიღრმისეული გააზრება ამ ყველაფრის და არის კიდე პიროვნული თვისებებიც, მეგობრებო, აი, პიროვნულ თვისებებზე რას გულისხმობ, იცით? როდესაც მაგალითად ახლა არიან ადამიანები პიროვნულ თვისებებში ძალიან კარგი არის, ადამიანი ძალიან ამაზიც არის და არავის არ აინტერესებს, ხო? მოდი ახლა ეს ვჭირდა, მართლა არავინ არ ჩანს. ესე მეუბნებოდნენ ხოლმე, მართლა არ ყოლიათ აყვანისევლები სიტყვაზე და ამას რომ გავუყვებით ხოლმე, მერე ხო, აქ გავდივართ ძალიან საინტერესოზე, მერე უკვე არის ენერგეტიკული ბლოკები. ენერგეტიკული ბლოკები, როცა არა ვარ მე მზად ენერგეტიკულად სადღაც გავიხსნა. ისეთი ფარული შიშები შეიძლება მანდ იყოს მიტოვების შიშზე გავდივართ ხოლმე ხშირად ჩემ პრაქტიკაში. ოღონდ ძალიან ღრმა კარმულ დონეზე და კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ წინა ცხოვრებიდან მოსდის რაღაცა შიშები. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ საერთოდ ადამიანი ენერგეტიკულად მთლიანად დახურული არის, იმიტომ რომ აი აქვს ადამიანს განცდა, რომ მე აქ უცხო ვარ საერთოდ. ამ სოციუმში, ამ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში, ან ამ დედამიწაზე. ძალიან ხშირად ჩვენთან უფრო ეგეთი კატეგორია მოდის ხოლმე და ხედავ, რომ მთლიანად არის იზოლაციაში, ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად, მთლიანად იზოლაციაში არის ადამიანი და ნელა მე ვაკეთებ ხოლმე ფსიქოლოგიურ პრაქტიკებს იქ, რომ შინაგანად აი წარმოსახვი თერაპიებში, როგორ გამოდის ხალხში, როგორ ნახულობს, საჭა ენერგეტიკულ ბომაში შედის, ხო, ეს დაცვითი მექანიზმები, რატომაც მე არ მიშვებს ამ ხალხში, სადღაც ვარღვე, ვაცნობიერებ, შევხვდები ამ დაცვით მექანიზმებს და ვარღვე მე ამ ყველაფერს, ხო, და გავდივარ დედამიწაზე, ზოგს დედაგრაუნდება ჭირდება და უბრალოდ დედამიწაზე არ არის ჩამოსული ენერგეტიკულად. ზოგს სოციუმის ეშინია და სოციუმში არ არის შესული, ზოგს უბრალოდ საპირისპირო სქესთან აქვს პრობლემები და მანდ გავდივართ ხოლმე. წარმოსახვითი თერაპიები, ესე რომ ვიძახით, ეს ერთ-ერთი ძალიან კარგი არის საკუთარ ენერგიას რო შეხვდები. აი ნახავ პირდაპირ, რომ აი მე სადღაც თურმე აი რას გზნობ ახლა, აი თქვათ არ არიან ჩემს გარშემო, ხა კაცებიც მოცულან ჩემთან, რომ უნდათ პირადი ურთიერთობა და ვერ ნახულობენ საინტერესო ქალს, ხო? და როგორ შეიძლება რომ ვერ ნახო, ამდენი მილიონი ადამიანია სოფლიოში, ხო? ესე იგი შენ შინაგან შენ ცნობიერს უნდა შეხედრა, მაგრამ რაღაცეები გიშლის აქ ხელს, ხო? რაღაც დაცვით მექანიზმები, რომ საჭირო ადამიანს ვერ გადაეყარო. ესე რა თქვა, ხო? ანუ რაღაცა არის ველი შენში, ენერგეტიკული ველი, რომელიც კონკრეტულად სადაც არ უნდა იარო ფიზიკურად, სულ გარეთ რო იყოს, სულ ხალხში რო იყოს სიტყვაზე, ვერ ნახავ იმას, იმიტომ რომ შენი ველი არ შეგახოდრებს უბრალოდ იმ ადამიანს, ხო? მანდ უღმრტები სინამდვილეში რა გაწოხებს. აი როგორ რაღაცას გულისხმობ ხოლმე, იცი, ზოგჯერ ძალიან წყურია და გეუბნებიან რომ მოგიყვები ხა რაღაც ანიშნულოვანს და ძალიან გაინტერესებს, მაგრამ სამ წყურვილს არ მოიკლავ, იქამდე ის არ არის შენს ფოკუსში ახლა მნიშვნელოვანი, ხო? პირველადი მოთხოვნილება ახლა წყურვილი არის. აი ესეთი რაღაც არის ხოლმე ჩვენში, რომ ჩვენ ძალიან შეიძლება გვინდოდეს კარგი, ჯანმრთელი ურთიერთობა, ხო? მაგრამ აი წყურვილის, შიმშილის შინაგანი, რომელსაც საერთოდ ვერ ვხედავთ. აი აქ სადღაც შევდიოდეთ, ხო, უკვე ამასთან კონტაქტზე. აი თერაპიული შეხვედრა განსაკუთრებით ასტროლოგიური ძალიან გვეხმარება, ან თუნდაც დააკვირდეთ თქვენ რუკებს, მაგალითად, ვინც კარგად ერკვევით ასტროლოგიაში, კარმულ ასპექტებს დააკვირდეთ, თქვენ ენერგეტიკას, მე რიწყება ხოლმე უფრო თერაპიული მუშაობა ამ ენერგიასთან, შეხვედრა ამ ენერგიასთან, ხო? მე ისი მეშინია, მე რასთან არ გავდივარ, რა დაცვითი მექანიზმები მაქვს აქ და შესაბამისად ზოგჯერ საერთოდ მართლა ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ ზუსტად მოვიდა ის ადამიანი, რომელიც შენ გინდა,
აი რუკითაც ხედავ, რომ აი იმ შენ არქეტიპს წარმოადგენს ეს ადამიანი, რაც ყველაზე მეტად გინდოდა, რისი შინაგანი შეგრძნება გაქვს, რომ აი რა მინდა მე გამოვიდე, ამას ხედავთ ხოლმე იმ აი ესეთ პარტნიორში ძალიან რომ გვიზიდა სადღაც, ხო? და ძალიან დიდი შესაძლებლობა არის იქიდან ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვისწავლოთ. ანუ ჩვენ არქეტიპთან ჩვენთან შევდგეთ მე იმ ენერგიაში, რომელიც ჩვენ გვიზიდავდა. საერთოდ პირად ცხოვრება ისე არ ხდება, ჩვენ რო ძალიან მოგვეწონება ვიღაც, როგორც წესი ჩვენ არქეტიპში ის განასახიერებს, როგორც წესი ლილითი არის ხოლმე გულახდილად რო გითხრათ ჩართული აქვს და ის ჩვენი არქეტიპი, რომელიც უარყოფილი გვაქვს და გაგდებული გვყავს, რომელიღაცა ადამიანმა ეს უნდა გამოავლინოს. უნდა გვაცხოვროს ეს ენერგია, ანუ რეალური ხორცშესხმული ენერგია უნდა იყოს იმისი, რაც მე შინაგანად დაბლოკილი მაქვს. ხო, მე და ჩემ არაცნობიერს სურს ზუსტად რომ ეგ გახდეს. და აი აქ არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება შეგვხვდეს ესეთი ადამიანი და ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გავაფუჭოთ აქ ყველაფერი, ესე ვთქვათ, ხო? ქალებსაც ახასიათებთ ეგ და კაცებსაც. ჩემი გამოცდილებით უფრო კაცები არიან თვითდებოში, რომ მე ძალიან მიზიდავ, სამავდროულად ძალიან მეშინია. აი ეს ენერგია და მან უყურებთ ხოლმე მძიმე კარმას, ვეძახით, როცა შამთვარი არის ძალიან ასპექტირებული, ჩართული, მძიმე ენერგიებში არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის შევხვდეთ განა იმას, რომ არა რატო აი ეს დაცვითი მექანიზმები მოხსნათ. ჯერ გავიგოთ რატო გვაქვს, რისი გვეშინია. ზოგჯერ არის რომ შეიძლება იმ ადამიანთან მე რო შევიდე ურთიერთობაში, მე არა ვარ ჯერ საკმარისად კარგი ამ ყველაფრისთვის. შეიძლება მე არა ვარ ესო გადატყველას აგვაქვს რაღაც კუთხით, ცოტა დაბალი თვითშეფასება არ მიმატოვონ, ან მე არ გამოვჩდე სუსტი, მე არ გამოვჩდე როგორიც მგონია ჩემი თავი მაგალითად, ხო? ძალიან ბევრს გვაქვს ეგ. თუმცა უფრო მამაკაცებსაც აქვთ ხოლმე, როცა სუსტად არაცნობიერად თვითონ ვინაღიარებს ახლა ისე. მაგრამ არაცნობიერად აი არის ხოლმე განცდა, რომ რაც ყველაზე მეტად მიზიდავს იქ უფრო ჩანვა როგორი ვარ სინამდვილეში. ჩემ თავში თორე შეიძლება იმ ადამიანმა ძალიან კარგად იცის როგორიც ვარ, მაგრამ მე არ ვხედავ ამას. ზოგჯერ შეიძლება ხშირად მოდიან პულტონიანელი ქალები მაგალითად და უნდათ ძალიან ესეთი მამაკაცი, ისეთი, ოღონდ სადღაც არაცნობიერად ბლოკავენ თავის თავს და რო ჩაუღნავდებით, რომ რატო მიდის ეს, რომ აი მე არა ვარ ჯერ საკმარისად იმ ადგილზე, რომ ისეთ ადამიანს შევხვდე, რომელიც მე მჭირდება და რომელიც მე მინდა, ხო? ისე ძალიან საინტერესო არის აქ, რომ სადღაც არის ის მომენტი, რომ მე უნდა გავიზარდო იქამდე, როგორი პარტნიორიც მინდა. ხშირად ეს ვარიანტიც არის. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მე ძალიან მაღლა ვარ უკვე, მაგრამ რატოღაც ვეპატინები დაბალ ენერგიებს, ესე ვეძახით, ხო, დაბალ განვითარებულ ენერგიებს. ხათა შორის აქ ხშირად ურანული ენერგიაც არის ხოლმე ჩართული პარტნიორულ ურთიერთობებში. ზოგჯერ შავი მთვარის ენერგიაც არის, მერწყულში როცა არის განსაკუთრებით არის ხოლმე ესეთი რაღაც, რომ დაბალი ვიბრაცია, ესე ვიძახით და დაბალი განვითარება, ხა მე თუ უნივერსიტეტში ვარ და აბსოლუტურად, ну, აი, პირველ კლასში დავჯექი, ხა ეს დაბალი განვითარება ჩამოსვლა არის, ხო, ქვევით. და სადღაც ამისთვისაც ვისჯებით ბრჭყალებში, რო ვთქვათ, ამისთვისაც ეს არ არის ხოლმე მაინც გარემო დონეზე სასურველი გარემო, სასურველი სიტუაცია და ამ ესეც ჩანს ხოლმე რუკაში, როცა არის ტენდენცია, რომ იმიტომ არ გამოსდის პირადი ურთიერთობა, თანასწორთან არ აქვს ურთიერთობა. ეხლა ძალიან ზოგადად გეუბნები და მე იქ რუკაში შეხედება ისე დონეზე ჩაშლა ამ ყველაფრის, იქ სინასტრიასაც რო უყურებთ. იქ შეიძლება მე ყველაფერი ოკეი მაქვს, მაგრამ არ მაქვს მძიმე ჩემ პარტნიორს და ის ვერ ალაგებს ჩემთან ურთიერთობას. მე კიდევ ვეპატინებ, იმიტომ რომ ჩემ ხედვაში ეს არ მისმის, რომ უნდა იყოს ესე. და მე ვერ ვხედავ სინათლეში, რომ იმას ძიმე კარმა აქვს. და აქედან გამომდინარე მოდის სერიოზული ესეთი კონფლიქტი, ხო? დროის დაკარგვა, ორივესთვის დროის დაკარგვა. იმანაც შეიძლება მეორე მხარემ უნდა შეხვდეს ასევე ძიმე კარმის ადამიანს და ერთმანეთს აცხოვრონ. ანუ სადღაც დათური სამსახური არ უნდა მოდიოდეს, რომ მე თუ პირადი ოკეი მაქვს, კარგად მაქვს ვენერა ასპექტირებული, კარგად მაქვს მარსი ასპექტირებული, კარგად მაქვს მაგალითად მზე, ან ბევრი ასპექტები შემოდის. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს უკვე ჩემთან დათური სამსახურის გაწევა, რომ ის მე მას არ უქმნის დისკომფორტს, რომ დაინახოს თავისი შიდა პრობლემები.
ამიტომ ამ შემთხვევაში სინასტრია ძალიან კარგად გვეხმარება ხოლმე გავარკვიოთ იმ ადამიანის ენერგეტიკა რა არის, იმ ადამიანის სამყარო როგორია, ოჯახური გზავნილები როგორია, კარმა როგორია აქვს მაგალითად და მე ჩემი შევათავსო, რომ აქ რამდენად ჩვენ ვეთავსებით ერთმანეთს. ახლა სინასტრიებში რა არის საინტერესო, რომ შეიძლება ასტროლოგმა გვეთხრას, რომ ეს შენ არ შეგესაბამება და არ შეიძლება მასთან ურთიერთობა, ეს არაფრით არ შეიძლება. ამიტომ მე ამ განხრით არ ვაკეთებ ხოლმე სინასტრიას, რომ ახლა გავყვე ამას თუ არ გავყვე, ეგეთ სისულელებს არ ვაკეთებ და რატო? იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი არის უფრო სიღრმისეულად ადამიანი დავაფიქროთ, რატო შევიდა ამ ურთიერთობაში. რა კარმული ენერგეტიკული ველი აქვს ახლა, ხო? რა შედის ესე ტოქსიკურობაში. როგორც ეს წინა ცხოვრებების თემაა ხოლმე კარმული ასტროლოგიით შევხედოთ, ოჯახური გზავნილებიც არის აქ და ეს ანამ არ ამოიჭამება, ესე რა ვთქვათ, ხო? სხვა ურთიერთობაში ვერ გადავა ადამიანი. ანუ პირადი ურთიერთობა ფანტასტიკური სამუშაო არის ჩვენს თავზე. დავინახოთ სად ვართ, როგორ ვართ, ვინ ვართ საერთოდ და თუ თვითდებურს ვაკეთებ და ვანგრევ სულ ურთიერთობას, ხო? მარტო ტოქსიკურებში შევდივარ, როგორც კი კარგი ვინმე გამოჩნდება, მე თვითდებურს ან ვაფუჭებ, ხო? აი კაცებსაც ახასიათებთ ეს მაგალითად, აი ანგრევენ, ყველაფერს აფუჭებენ, მოდი ესე რომ ვთქვათ. და აქაც ქალებისთვის არის ძალიან კარგი გამოწვევა, რომ აი თუ ანგრევს ეს ადამიანი ურთიერთობას, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ გაუტარე 1, გაუტარე 2 და მე უკვე წყენებში შევდივარ, მე უკვე ეს ურთიერთობა ენერგეტიკულ დონეზე გაფუჭებულია, ხო? იმიტომ რომ მე სადღაც ვნახე, გული ჩამწყდა, ვერ დამინახეს, ვერ შემიყვარეს და აქედან რო ვიწყებ ურთიერთობას, ესეთი ურთიერთობა უკვე ტოქსიკურში გადავა აუცილებლად, რაც არ უნდა მე ანგელოზად გადაიქცეს პარტნიორი, ხო? იმიტომ რომ შინაგანად უკვე ფსიქოლოგიური ველი იქნება შინაგანი უარყოფის, რომ ეს სადღაც უკვე მყვეს, ქალისთვის ეს განსაკუთრებით ძალიან რთული არის ხოლმე და ასე ტოქსიკურ ველში შესვლა უკვე ცალკე პრობლემა არის, ხო? აქაც მე ცალკე მუშაობთ ამ დაბალ თვითის შეფასება რატო არის ესეთი, რომ აი ნუ მაინც ვაპატიე და გავყევი, ესეთი რაღაცები ყოველთვის ცოტა ნეგატიურად ვლინდება, ხო? თუმცა მანდაც არის კონტექსტი, რომ მე შესაბამისად რაღაცას არ ვაკეთებ საკმარისს, რომ აი ეს თვით შეფასება ამეწიას. ანუ აი ხა არის ფსიქოლოგიაში ტენდენცია, რომ აგიწევენ თვით შეფასებას არაფრისგან, აი საერთოდ არაფერში. ანუ უბრალოდ რომ შენ კარგი ხარ, უბრალოდ რომ შენ საყვარელი ხარ, შენ უკვე რაღაცას იმსახურებ, მაგრამ ამისთვის არაფერი არ გააკეთო. აი ეს არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი დიდი მინუსი, მხარდამჭერი. იქ უნდა იყოს უპირობო მხარდაჭერა, მაგრამ უკვე ესეთ სიტუაციებში უნდა იყოს ადამიანის განვითარებაზე ორიენტირებულობა, ხო? ახლა მე თუ ხასიათის პრობლემა მაქვს, მე თუ უხეში ვარ, მე თუ კაცურ ენერგეტიკაზე ვზივარ, მე თუ ვებრზვი იქ მამაკაცებს, აქ როგორ შეიძლება სულ მხარდაჭერა მქონდეს, ხო? პირიქით უნდა გავაცნობიერო, რატო არ ესე? ანუ აქ უნდა გავერკვიოთ, რას ვაკეთებთ არასწორს, იმიტომ რომ რაღაც ტრავმა გვაქვს და იმ ტრავმაში წავიდეთ, ვიდრე უპირობო მხარდაჭერა, რომ მე ოკეი ვარ. ხო და აი ეს ფსიქოთერაპიას ხო აწინაძეს თქვი რომ ზოგჯერ პირიქით უფრო შეიძლება გაუფუჭოთ ადამიანს პერსპექტივა რამე შექმნას ნორმალური ურთიერთობაში, ხო? იმიტომ რომ აქ შეიძლება ის მოდის ზუსტად რომ აი შენ ყველაფერზე კარგი ხარ, შენ არანაირი პრობლემა არ აქვს და აქ სერიოზულად თვალს უხუჭავთ ადამიანს მართლა რა ძალიან ჩანს ხო ეს პრობლემებზე, ხო? და ნუ მერე აქაც შემოდის სხვადასხვა პრობლემები, რატომაც ამას ნუ კიდევ უფრო ვაფუჭებთ, ხო? ეს მინდოდა მეგობრებო მე თქვა ამას აუცილებლად გავაგრძელებ, ძალიან დიდი თემა არის, უამრავი გამოცდილება მაქვს, უზარმაზარი გამოცდილება მაქვს ამ თემაზე, როცა ვმუშაობთ ხოლმე. უბრალოდ აი მინდოდა მონახაზი, მე თქვა პირად ურთიერთობებში ასტროლოგიაში, სად უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი? სად არის გამოსავალი, როგორ უნდა შევხვდეთ ამ ენერგიებს, აი დავშორდი პარტნიორს, რატო დავშორდი? რა მიმიზიდა საერთოდ? თავიდან რატო დავიწყე აქ ურთიერთობა? რატო არ ვიწყებ ახლა ურთიერთობას? რა მაწუხებს შინაგანად რამღნის, რა თვის შეფასება მაქვს ახლა, ხო? რომ მე ხომ უნდა შევთავაზო პირადში ვინმე, ჩემი თავი, რა რესურსები მაქვს ახლა, რა მაქვს? რისი შექმნა შემიძლია რომ მე შევთავაზო რამე ადამიანს, ხო? ახლა უბრალოდ რომ მე მგონია რომ კარგი ვარ, ეს ბავშვური ინფანტილური შეხედულება არის, ხო, უპირობოდ დედას შეიძლება უყვარდეთ, ზოგჯერ ესაც არ უყვარვართ. აი ოჯახსაც და განსაკუთრებით ახლა დიდობაში უკვე ეს უპირობო მიღება აღარ არის, ხო, ეს წყენები და რაღაცა ყოველთვის. ამიტომ
ძალიან კარგი საშუალება გვაქვს, რომ აი ამ შიდა კონკურენტულ თემაში, რომ მე სადღაც უნდა ვიყო, საინტერესო უნდა ვიყო, ხო, რომ ვიღაცა მივიზიდო, აი რას ვთავაზობ მე ამ ადამიანს, ან შეიძლება ბევრი რესურსი მაქვს, მაგრამ ამას ვერ ხედავ და მგონია, რომ რაღაც უნდა შევთავაზო, ამ დროს უსხვა რაღაც უნდა შევთავაზო და ეს შეთავაზებას იმ დროში უკვე შენვე გაკნინებს, ხო? ეს სიტუაციაც არის. ძალიან საინტერესო არის რეალურად ასტროლოგიურად გავერკვეთ ამ ყველაფერში, აი კონკრეტულად პირად ურთიერთობაში. მე ტრენინგებიც მაქვს ხოლმე ჯგუფური ამ თემაზე, ახლა არა მაქვს დაგეგმილი, მაგრამ ზოგადად პირადი ურთიერთობის ტრენინგებზე ძალიან ბევრი რაღაც გაირკვეოდა ხოლმე, სხვათა შორის ახლა ლილიტის დამუშავების ტრენინგი მაქვს. ძალიან საინტერესო, დაგეგმილი რა ივენთიდებს უკვე შეგიძლიათ ნახოთ ეს ივენთი და მანდ გავდივართ ხოლმე ასევე პირად ურთიერთობებში ყველაზე მეტად ეს ჩანს, ხო, შავი მთვარის ენერგია, ხო და აი ესეთ თემებში ძალიან საინტერესო არის უფრო სიღრმისეული გარკვევა, ვიდრე უფრო ზედაპირულად, აი თერაპიულად წლები ვიკვლიოთ, როცა ერთი ზოგჯერ არის ხოლმე ორი კონსულტაციაც კი დაგჭიროებია. აი მთლიანად რო გაგვევლო ეს ხო ჯერ სინასტრიული ურთიერთობა, მერე შინაგანი თერაპიული შეხვედრა საკუთარ მესთან და აი აქ ძალიან კარგად ჩანს რა ხდება პირად ურთიერთობაში. ეს არის ყველაზე ჩემთვის პირადად ყველაზე იცით როგორი გზა გადამოწმებადი და არა უბრალოდ ჩემს შეხედულებებზე დამოკიდებული ესე რა ვთქვათ. თუ დაგაინტერესათ ვიდეო შეგიძლიათ კომენტარებიც დამეწეროთ ხოლმე უკვე კავშირს ველოდები ხოლმე თქვენგან ძალიან. დამილაიქოთ ეს ვიდეო და წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, ამ თემას აუცილებლად გავაგრძელებ მალე და თქვენ კომენტარებზეც უფრო ვაკვირდები, რომ რა შემოგთავაზოთ, უფრო რა კუთხით განავითარო ვიდეო, საცველოდები ხოლმე დროებით.